ელიტარული ქვეყნები, რომელსაც უფლება აქვს, ყველანაირი უფლება აქვს, რომ დაჩაგროს მეორე ქვეყანა. არ ვიცი, როგორ გითხრა რა, ესე არ ვიცი რა, ისინი ყოველთვის სწორი არიან, შენ ყოველთვის მწვანე ხარ. აი, გერინგს ახლა მე კი არ ვამართლებ ნაციზმს, მაგრამ გერინგი ნიურნბერგის პროცესზე ჩვეულებრივად წამოდგა განაცხადა, რა თქმა უნდა, ამდენი რამის ახსნავა ისედაც გასაგებია უკაცო, ყველა დამარცხებული, გამარჯვებული რომ ბრალდებელია და ყველა დამარცხებული რომ ბრალდებულიო, მე ისედაც კი ვიცი ეს შესანიშნავად, რომ მიგერასაც ეს სიტუაციაა დაახლოებით. ეგ კრილოვს აქვს დაწერილი და ამის კრილოვს დაწერილი აქვს აგაგი წერეთლის თარგმანი. მე არ ვიცი, აი ასე მე მგონია კრილოვზე უფრო მაგრად გადათარგმნა ეს იცი გენი და პატარა ბეკეკა რო არის. ეს საერთოდ ის კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი, ხო? მანამდე, არ ვიცი 1000 ხო, მაგია მთავარი დედააზრი მაგია, მაგრამ მანამდე რა პრინციპი არ უნდა ხარ, დინგი ჩაგიყვიო, ხმეხებიო, წყალს მიღებშია, ხულიგანო ბესპრედელნიკო რა, მე საწოდავად მე თქვენ მაგლა ზევითახად მექვევით როგორ აგიყვნენ წყალსა მეუბნება, მაგრამ რა არ შვედეს კაცო ის. რაო, შეიქმნიდა ხო, და შარშა წინდელის კი მასო შეგან ბრიყული წყენავდა შეძე ერთი წლის სამარო შარშა წინ როგორ არ შვედეს არაფერი მას მაყობილა ისედიო ბოლომდე შეეძიან აზმა მყავ ჩემო ხელმწიფე თულა და აღარი და ბოლო ქეუთხრა რაც უნდა რა შენი ჩაკნეტა რომ ნებას მიზეზად ესეც კბარავ რა თმიდა მე გააჩენე შენი მყავიო მე იგდო ზურგა წაიყვან შესანსლა აი ასეთ სიტუაცია ესე იგი ჩვეულებრივი მოვლენა ედი ბოდიში და ახლა დევიღალი აი მართლა დადგრუნული ვიყავით ეს დღეები მაგრამ ეს მე რადიოლოგიის კურსები მაგავლილი 15 კაცი ვიყავით საბჭოთა კავშირი და ჩერნობილის ბავშვები რომ იმყავდა და მაგამ ბავშვი საკმაოდ გარკვეული ვარ შედახევრიანი მოსკოვში 99-ში გავიარე აი პროფესორი აკადემიკოსები მიკითხავდნენ ამავე დროს კგბ-შნიკები იყვნენ კაცი პოლკოვნიკები და განერლები და ისეთ საკმაოდ მე ვიცი ეს რას ქვია 400 კილოგრამი გააქტიურებული ურანი ის რომ აფეთქებულიყო მით უმეტეს ცენტრალურ ფუგებში თუ პროცესში მიმდინარეობდა გააქტიურდა ის მაგრამ უფრთხეულიყო მე არ ვიცი ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა ფუკუსიმა არ შეიძლება მამაშვილს არ იყო ეს სიტუაცია იქნებოდა ნუ კაი გადაჩენილი ვართ ჯერჯერობით გასაგებია რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობითაა და ეს ყველაფერი ძალიან შალვა გადავიდეთ უშუალოდ პოლიტიკურ შეფასებებზე და საკავშირებით თორე მე ახლა ამ წუთას აი ასეთი უბრალოდ შეკითხვა მაქვს შეიძლება ასეთი შეკითხვა დავსვა აი მართლა რა დანაშაული მიუძღვის ირანს და უშუალოდ რა დანაშაული მიუძღვის ამ ისრაელის წინააღმდეგ აზიაროა რა ჯერ ერთი რომ 26 თუ 27 სინაგოგა ირანში ამდენი სინაგოგა ესე იგი მარტო ისრაელშია რომ ამაზე მეტი უბანია თეირანში ჩვეულებრივად ერთ-ერთი პრივილეგირებული ებრაელები ცხოვრობენ ეთნიკური არაპირებენ რომ ეკითხებოდნენ ხოლმე არა კაც ხოშიანად ვართ თავიანთი წარმომადგენლობა აქვთ პარლამენტში მეორე მსოფლიო ომის დროს გასაგებია გენაცვალე რომ ესეთი უფრო მეტად შვეიცარიიდან ამერიკაში კანადაში გაიქცენ მაგრამ აქეთ აღმოსავლეთითაც უგედი უმრავლესობა თუ ვინმე შეიფარა და მიიღო ეს თვითონ ირანი იყო რა ეს ჩვეულებრივი დაფიქსირებული ისტორიულად დაფიქსირებული მოვლენაა და მე მართლა ძალიან მართლა მაინტერესებს რომ რა დააშავა ამ ქვეყანას თანაც ერთი მომენტიც მინდა რომ თქვა რომ ესენი ახლა წარმოდგენა არა აქვს აი რომ საუბრობენ ვაიმე რაღაცას ქნიდა ეს ატომური იარაღი უნდა შექმნას და ატომბირთვი ყუმბარები და რაღაც ხედავთ ირანი არის